პირველ წყარო ბავშვთან ურთიერთობს არის დედა. ბავშვი მამას აღიქვავს დედის გავლით. ეს რას ნიშნავს? ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ხა ცოტა არც მე მომეწონა რომ გავიგე ხა, მამა ვარ. მაგრამ მეც გამოვიარე და გარდაუვალია ეს. ანუ ფაქტიურად ბავშვი იმ დოზით მიდის მამამდე, რა დოზითაც დედა მეუშვებს და მიიყვანს. შეიძლება საერთოდ არ მეუშვას, შეიძლება მთლიანად დაადელეგიროს. ეს ქვეცნობიერად თუ გაცნობიერება? არა, ქვეცნობიერი ხა ეს გააზრებული ცხადი არ აქვს თქო. ანუ ფაქტიურად დედა წყვეტავს ბავშვის ცხოვრებაში ვინ რა დოზით იქნება. რატო წყვეტავს? იმიტომ რომ დედა არის ღმერთი. ეხლა რო შევადაროთ ოჯახი არის ოლიმპოს მთა. დედა არის ზევსი. რომელიც ყველაფერი შეუძლია. შეუძლია მოგწეს დიდი ძალაუფლება, რაღაც ღმერთად გაქციოს ან პირიქით ჩამოგართვას. არა აქვს მნიშვნელობას ეს. ეს ნიშნავს რას? ეხლა გეტყვით, ამ მნიშვნელობა რაღაცას ნიშნავს. შეიძლება მამა იყოს ლოთი და რაღაცა უკანასკნელი ადამიანი, მაგრამ ბავშვმა მიიტანოს როგორც გმირი. დედამ ხო, ანუ შეიძლება მამა იყოს რაღაც უკანასკნელი ლოთი, ნარკოდამოკიდებული, რაღაცა, მაგრამ დედამ ბავშვამდე მიიტანოს ეს როგორც გმირი. ეხლა და ბავშვის აღქმაში მამა იყოს რაღაცა დიდი ფიგურა. ამ პირიქით რომ მამა იყოს რაღაცა შეიძლება ძალიან მოწოდების სიმაღლეზე ბავშვთან ურთიერთობაში, მაგრამ არ არის რა მოწოდების სიმაღლეზე დედასთან ურთიერთობაში. დედამ თავისი პრობლემები მამასთან მიიტანოს ბავშვთან, როგორც მისი პრობლემები მამასთან. სხვათა შორის მსგავსი პრობლემა ხშირია, როდესაც წყვილი დაშორდება ერთმანეთს და აი მე ძალიან ვემხრობი ამ იდეას, რომ თუ შენ არ გიყვარს შენი შვილის მეორე მშობელი, შენ გაგიჭირდება შენი შვილის შეყვარება. ისე შალვა ამონაშვილი ახსენე და ზუსტად ანალოგი. თუ შენი ცოლი არ გიყვარს, კარგი მამა ვერასოდეს ვერ იქნება. და პირიქითაც. ეხლა რა თქმა უნდა, პირიქით. ავხსნათ, ძალიან ისეთ საფუძველია გამას. შეხედე, ბავშვი არის ორი ადამიანის გაერთიანება. ანუ მასში არის დედაც და მამაც. მე თუ არ მიყვარს ბავშვის დედა, ყოველთვის როცა ბავშვის დედის თვისებებს დავინახავ ბავშვში, მექნება ის უარყოფითი ემოციები ბავშვის მიმართ, რაც დედის მიმართ მაქვს. და პირიქით. ოღონდ ეხლა სიყვარულს რომ ქალვაჟურ სიყვარულს არ გულისხმობ, ადამიანურ სიყვარულს გულისხმობ, მიხვდი? პატივისცემას გულისხმობ, მიღებას გულისხმობ და ის ძალიან ხშირი არის ხოლმე, რომ დაუშვათ აი ბავშვის მამა არის, ну რაღაცა სპეციფიური ხასიათის მქონე, დაუშვათ რა ხასიათია. ну რაღაცა ძალიან მხიარული, ტაშფანდურა ცოტა შევა უპასუხებლობაში გადაუვიდეს და ყოველთვის როცა პატარა უპასუხებლობას დავინახავ ჩემ შვილში, მაშინვე იდენტიფიცირებას ვახდებ მამასთან და ამას როგორც ნეგატიურ თვისებას ისე უსვავ ხაზს. ეხლა ეს რას იწევს? ეს იწევს იმას, რომ მამის ეს თვისება კიდევ უფრო არასოციალური და გაუარესებული სახით ხდება შვილში. რატომ? იმიტომ რომ მე რო არ ვიღებ რაღაცას ბავშვი, ის იწყებს გაუარესებას და გაფუჭებას მასში. ეხლა ეს დაახლოებით რას გავს, იცი? ეს დაახლოებით გავს იმას, რომ დემონიზაცია მოხდა რაღაცა თვისების.